ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. ტრაპიზონი, საქართველოს საიდუმლო იმპერია. ასწლეულების განმავლობაში ბიზანტიის იმპერიამ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ეს იყო იმპერია, რომელმაც შეძლო მოეგერიებინა აღმოსავლეთის უდიდესი ძალები, სპარსეთის მეფეები, არაბთა ხალიფები, თურქ-სელჩუკთა ურდუები. მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი ქრისტიანული ევროპის სიმაგრე იყო, მაგრამ სწორედ ევროპელთა ხელმა მოუღო ბოლო მის ძლევამოსილებას. 1202-1204 წლებში მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ ამ იმპერიის წინააღმდეგ დაიგეგმა. ომის შემდეგ ბიზანტია დაიშალა, მის ყოფილ ტერიტორიებზე რამდენიმე სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ჯვაროსნებმა დააარსეს ლათინთა იმპერია და მისი მარიონეტული ქვეყნები, ათენის საჰერცოგო, მორეისა და თესალონიკის სამთავრო. აღმოსავლეთით ანატოლიაში შეიქმნა ნიკეის სამეფო. შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე კი გაჩნდა ტრაპიზონის იმპერია. ეს იმპერია არც ჯვაროსნებს, არც თურქებს და არც ბერძენ დიდგვაროვნებს დაუარსებიათ. მისი ფუძემდებელი საქართველო იყო. დავით აღმაშენებლის მემკვიდრეების, განსაკუთრებით კი გიორგი მესამის მეფობის პერიოდში, ცენტრალურმა ხელისუფლებამ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ფეოდალიზმის განვითარების უმაღლეს საფეხურს თამარის მეფობის დროს მიაღწია. საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა, ხოლო მახლობელ აღმოსავლეთში ერთადერთ წამყვან პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. საქართველოს ოქროს საუკუნეში ბაგრატიონებს ყველაზე მჭიდრო და სტრატეგიული ურთიერთობა ბიზანტიის სამეფო დინასტიასთან, კომნენოსებთან ჰქონდათ. 1116 წელს დავით მეოთხე აღმაშენებელმა თავისი ასული ალექსი პირველი კომნენოსის ვაჟზე დააქორწინა. კეთილმეზობლური პოლიტიკა არც შემდგომ შეცვლილა. განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვს ანდრონიკე პირველი კომნენოსი, რომელიც ტახტზე ასვლამდე საქართველოს ხშირი სტუმარი იყო. მეფე გიორგი მესამესთან მისი მეგობრობა იმდენად მჭიდრო იყო, რომ ლაშქრობებშიც თან ახლდა ქართველებს. 1180 წელს მათი შვილები, რუსუდანი და მანუელი, დაქორწინდნენ. ამ ქორწინებით კიდევ უფრო მტკიცე გახდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის დინასტიური კავშირი. ამასთანავე საინტერესოა ისიც, რომ ბიზანტიის კეისრის ერთ-ერთი ვაჟი ალექსი კახეთში დამკვიდრდა და ანდრონიკაშვილთა გვარს დაუდო სათავე. ყოველივე ეს კავშირი პოლიტიკური, სამხედრო და სავაჭრო პარტნიორობის გარანტორი იყო. მე-12 საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერია შიდა არეულობამ და თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა შეარყია. ქვეყანაში დაწყებული არეულობების ფონზე ამ დინასტიის ბოლო იმპერატორი ანდრონიკე პირველი და მისი ვაჟი მანუელი 1185 წლის შემოდგომაზე კონსტანტინოპოლში წამებით დახოცეს. ხოლო მანუელის მცირეწლოვანი შვილები, ალექსი და დავითი, მონათესავე ბაგრატიონებთან გააბარეს და ასე გადაარჩინეს გარდაუვალ დაღუპვას. საქართველოში მეფე თამარის კარზე ალექსი და დავითი ქართული ადათ-წესებითა და ტრადიციით აღიზარდნენ. განათლებაც ქართულად მიიღეს. იმ დროიდან, როცა ბიზანტიის ტახტი უზურპატორებმა ჩაიგდეს ხელში, საქართველოს სამეფო კარის მზერა მუდმივად მიმართული იყო ანატოლიისკენ, სამხრეთ შავიზღვისპირეთისკენ და განსაკუთრებით ტრაპიზონის მხარისკენ, სადაც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ ქართველთა მონათესავე ტომები, ჭანლაზები და ხალდები, რომლებიც არ ეგუებოდნენ ბიზანტიურ მმართველობას. შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ხელფეხი გაეხსნა სამეზობლოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩასართავად. თამარ მეფემ საბაბად გამოიყენა ბიზანტიის მაშინდელი იმპერატორის ალექსი ანგელოსის მიერ კონსტანტინოპოლში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების გაძარცვა და საპასუხოდ 1204 წელს ბიზანტიისაკენ ლაშქრობა მოაწყო. დასავლეთ საქართველოდან დაძრულმა ჯარმა, რომელსაც თან ახლდნენ ძმები კომნენოსები, დიდი ტერიტორიები დაიკავა. ბიზანტიამ ქართველთა წინსვლას ხელი ვერ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს იმპერიას დასავლეთიდან ჯვაროსნები უტევდნენ და აღმოსავლეთის საქმეებისთვის არ ეცალა.
ქართულმა ჯარმა ლაზიის აღების შემდეგ 1204 წლის აპრილში ტრაპიზონი დაიკავა. ქალაქის მთავარმა ნიკიფორემ კარგად იცოდა, რომ კონსტანტინოპოლიდან დახმარებას ვერ მიიღებდა. ამიტომ ციხესიმაგრის გასაგები გამოიტანა და ქალაქი უბრძოლველად ჩააბარა ქართველებს. ქართული ჯარი ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ. ლაზიისა და ტრაპიზონის შემდეგ დაიკავა კერასუნთი, დღევანდელი ორდუ, სამსუნი, სინოპი და პაფლაგონიის რეგიონი. 1205 წლის შემოდგომაზე ქართული რაზმები შავი ზღვისპირეთსაც გაცდნენ და მარმარილოს ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნიკომედიასთან გამოჩნდნენ. ეს ქალაქი კონსტანტინოპოლიდან სულ რაღაც 110 კილომეტრით იყო დაშორებული. ახლად დაკავებული ტერიტორიების აღმოსავლეთ ნაწილს ალექსი კომნენოსი, დასავლეთ ნაწილს კი მისი ძმა დავითი განაგებდა. კომნენოსების ხელისუფლებას ასევე დაექვემდებარა ყირიმში არსებული ძველი ბიზანტიური ტერიტორიები. საერთო ჯამში ქართული ჯარი წელიწადზე ცოტა მეტხანს მოუნდა შავი ზღვის თითქმის მთელი სამხრეთ სანაპიროს დაკავებას, რაც 1300 კილომეტრიან საზღვაო ზოლს მოიცავს. შედარებისთვის, დღევანდელი საქართველოს ფართობი დაახლოებით 70,000 კვადრატული კილომეტრია. ანუ 1204-1205 წლების სამხედრო ოპერაციის შედეგად ქართულმა ჯარმა დაიკავა დღევანდელ საქართველოზე ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაგეგმილი და შესრულებული სამხედრო ოპერაცია. საქართველომ ტრაპიზონის იმპერიის დაარსებით მნიშვნელოვანი პანჯარა გაჭრა ევროპაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას. იყო ბუნებრივი ბუფერის ზონა სელჩუკებთან და ამასთან ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიც. 1204 წლის ლაშქრობა და ახალი სახელმწიფოს ტრაპიზონის იმპერიის დაარსება ნათელი სურათია საქართველოს ოქროს ხანის ძლიერებისა. ეს იყო დრო, როდესაც ქართველებს სამხედრო ძალას თანსდევდა ძლიერი პოლიტიკური ნება და სახელმწიფოებრივი ხედვა. თუმცა თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ალექსი კომნენოსმა სცადა ნიკეის სამეფოს დაპყრობა, მაგრამ მათთან ბრძოლაში დამარცხდა და შედეგად რამდენიმე შავი ზღვისპირეთის ქალაქიც დაკარგა. ყველა გამოწვევის მიუხედავად, მე-13 საუკუნის განმავლობაში ტრაპიზონის იმპერიის ორიენტაცია არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ. იგი ფაქტობრივად საქართველოს პროტექტორადად რჩებოდა. თუმცა მე-14 საუკუნეში ვითარება შეიცვალა. კონსტანტინოპოლიდან ჯვაროსნები გააძევეს, ბიზანტია ნაწილობრივ აღდგა, ხოლო საქართველო დასუსტდა და დაიშალა. სწორედ მაშინ დაიწყო ბრძოლა პროქართულ და პრობიზანტიურ ძალებს შორის. უნდა ითქვას, რომ ტრაპიზონის იმპერია ყველაზე ხანგრძლივად არსებობდა, უფრო მეტ ხანსაც კი, ვიდრე თავად ბიზანტიის ართგენილი იმპერია.